მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, უკვე დღეს 1 იანვარი, ვინც უყურებს დღეს ამ ვიდეოს და მე უკვე მინდა თქვენ მოგილოცოთ, ეს ახალი წელი დადგა და მოდით ვნახოთ ახლა ეს უფრო აქტუალური ეს ვიდეო იქნება, ანუ პირველ დღეებში ვინც უყურებს, როგორ ჩაივლის ეს არ დადეგებიც ხო არის, ხო, ზოგი ისვენებს ვიცი და აი რანაირად რა ენერგიებში იქნებით თქვენ ამ დღეებში, უბრალოდ აი ეს ვნახოთ რამე იქნება ახალი შემოვიდეს, ხო? რამე საინტერესო შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, აი ვნახოთ რას მოგიტანებენ თქვენ აი ეს დასვენების დღეები, ხო? ნუ პირველი დღეები, რომელიც ახლა შემოვა ახალ წელს, ხო? ვნახოთ. პირველ რიგში მოდით ვნახოთ ჯერჯერობით. აი ნახეთ ახლა უკვე ჯერ კიდე არის ეს ფეირვერკები, ასე რომ ვთქვათ, ძალიან კარგია. ვნახოთ ახლა რა ენერგიებში ხარ და მე ვნახოთ აბა როგორ ჩაივლის, ხო? როგორ ის დღეები, რას მოგიტანებენ, რა თქმა უნდა, ჩვენ უყურებთ პოზიტიური თვალსაზრისით. ჩვენ მხოლოდ პოზიტივზე ვართ, ხო? და ნუ ნახოთ აბა ვისთვის იქნება, ხო? პირველ რიგში ხარ, რა თქმა უნდა, ვინც სულ მიყურებს, ვიცი რომ თქვენთვის უეჭველი იქნება, კარგი ამბები. ნუ ვინც ახალი არის, ვინც შემოგვერდა ახლა, თქვენს ნახავთ პროგნოზებს, რა იქნება ანუ ამ სასიამოვნო დღეებში. ახლა რა ხდება? რა ენერგიებში ხართ ახლა? და რა ენერგიებში ოხ. ანუ ახლა არის როგორი სიტუაცია, იცით? შემიძლია გითხრათ, რომ უკვე ზოგმა ჩაიფიქრა სურვილები, უკვე ხართ ახალი მზად ხართ ნამდვილად რომ მიიღოთ ეს სიახლე, იმიტომ რომ მაგის ენერგია რა. მე უკვე ჩავიფიქრე, მე უკვე მზად ვარ იმისთვის, რომ ახალი პირველი რიცხვი და პირველი ენერგია, ხო? ნამდვილად უკვე ველოდები იმას, რაც ჩავიფიქრე, ნამდვილად ველოდები სურვილების ასრულებას, ნამდვილად უკვე მინდა რომ ის რაც მე მინდა რომ ანუ მაღალ ძალებს ვენდობი უმაღლეს დონეზე რომ შეცვალონ ჩემი ცხოვრება, ის რაც მე ჩავიფიქრე, უკვე როდის ასრულდება. ნახე დგას როგორ აქ გოგო და უყურებს ახლა რომ აი გელოდებით, სად არის მე იმდენი რამეები ჩავიფიქრე, ხო? რამდენის სურვილი მაქვს ჩაფიქრებული, როდესღა შემისრულდება, ხო? როდეს დაიწყება. ანუ მზად ყოფნაში ხარ პრინციპში. ძალიან კარგი ენერგია, კი, სხვათა შორის ძალიან მართლა საინტერესო ენერგია. შეიძლება დაიღალეთ უკვე კიდევაც, ნუ აქ თუ დავუშვოთ თქვენ იყავით ახლა ოჯახში და აკეთებდეთ, ახლა ემზადებოდეთ საახალწლო სუფრებს და ასე შემდეგ, შეიძლება ნათესავებისგანაც უკვე დაიღალეთ, იმიტომ რომ აქ არის იეროფანტი, ხო? მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ პრინციპში ნუ როგორი მომენტი არის, ხო, ნუ ბევრ რამეს აკეთებდეთ, ყობა ძალიან ბევრი მოგეწიათ ახლა თქვენ აქ შრომაც, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში კი ბატონო, უკვე ხართ ესეთ ენერგიაში. კიდე ვისთვის იქნება, ახლა ცოტა ამან დამაფიქრებინა. აი ზოგისთვის ცოტა იქნება სევდიანი პერიოდი, რატო? იმიტომ რომ მე მინდოდა ჩემ ოჯახთან ერთად ეს ახალი წლის შეხვედრა, მე იცით როგორ არის, ეს უფრო იქნება იმათვის, ვინც არ არის ახლა სიტყვაზე თავის ოჯახებთან, ვინც ახლა წასული არის უფრო, ხო? და უკვე ფიქრობთ, რომ აი ნამდვილად, ნუ კი, ახალი წელი ისეთი მომენტი არის, როცა გინდა ოჯახთან გაატარო, ხო? მაგრამ ნუ ყველას ახლა ეს ნამდვილად არ შეუძლია, იმიტომ რომ რაღაც ნუ გარკვეული მიზეზების გამო არ არიან ახლა თავის ოჯახებში და შეიძლება ამაზეც ახლა ფიქრობთ რა, რომ კიდე რამდენი უნდა ვიშრომო და როდის იქნება ის დღე, რომ მე შევხვდები ახალ წელს, როდის შესრულდება ის, რომ მე ნამდვილად წავალ უკვე თქვათ დაუშვოთ ან სახლში ან სადმე და უკვე იქ შევხვდე ჩემი ოჯახთან, იმიტომ რომ აქ ვიღაცა სხვათა შორის ცოტა მძიმე პერიოდი ქონდა, რატო იცით? იმიტომ რომ ვინც ახლა აი უვლის თქვათ ახლა ნუ მოხუცებს ასე ვთქვათ, აი რატომღაც თქვენთვის არის ეს ენერგია, რომ შეიძლება თქვენ მართლა დაიღლებით რა, ანუ ახლა ნამდვილად ახლა ეს თითეულებისთვის არის ინფორმაცია, მაგრამ მესმის თქვენი ძალიან კარგად და უკვე როგორ ხართ, იცით, აი
დროზე მინდა რომ ეს სიტუაცია დამთავრდეს, იმიტომ რომ უნდა გადაიღალეთ სხვათა შორის და უკვე ელოდებით რომ აი როდესღაც ხო დამთავრდება, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ხა ყველა არ არის ნამდვილად, ზოგს რო გონია რომ საზღვარგარეთ არის და არის მოკლედ შოკოლადში, მაშინ არ არის ნამდვილად ვიცი რომ ბევრი ახლა მაგათის ახალი წელიც არ არის ახალი წელი და არანაირი პრაზნიკები უბრალოდ ახლა უწევთ შრომა რა. კარგით, ანუ ეს ნახეთ თქვენ, როგორი ენერგია ზოგმა უბრალოდ დაიღალა, როგორც გითხარით, იმდენი იშრომებ და იმდენი მომზადება და იმდენი შეიძლება თქვათ, გქონდა თქვენ ოჯახისთვის დაუშვათ დაიხარჯა ენერგია. ეხლა ვნახოთ ჩვენ რა ენერგიებში შეხვალთ, ეს ამ დღეებში რა გაგეხარდებათ, რა გესიამოვნებათ. რა იქნება კარგი უკვე თქვენთვის, ხო? ვნახოთ ახლა ჩვენ ავიღებ რამდენიმე აი ესე პოზიციას, რომ ვნახოთ ეს კარგი სამი მოვლენა, რომელიც იქნება ამ დღეებში თქვენთვის, ხო? პირველი აქ არის, შემიძლია გითხრათ, ვიღაცას მიიღებს რაღაცა ძალიან სასიამოვნო შეტყობინება, შეიძლება ზოგისთვის თქვათ ახლა ან შვილებისგან მიიღებს თქვათ ახლა კაი საინტერესო ინფორმაცია შეიძლება, ყოველ შემთხვევაში ენერგია ძალიან კარგი იქნება აქ ნამდვილად, ძალიან კარგი, იმიტომ რომ აი თითქოს შევივსე, კარგად იგრძნობს თავს სხვათა შორის იმის მიუხედავად, რომ აქ მაჩვენებენ, რომ შეიძლება უკვე даже დაიღალეთ, კი. სხვათა შორის აი ვიღაცა მიიღებს ძალიან ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც აი всё მორჩა, სხვათა შორის კიდე ნახეთ, ვიღაცა მიიღებს ისეთ შეტყობინებას, რომელიც სრულიად შეცვლის მაგის ცხოვრებას და რაღაცას წერტილს დასვავს, რაღაცას ანუ დაუშვათ ახლა ისეთი ან გადაწყვეტილება, ან ნაბიჯს გააკეთეთ, ან შეტყობინებას მიიღებთ ისეც, რომელიც ანუ გაყოფს даже თქვენს ცხოვრებას, ანუ რაც იყო მანამდე და რაც ახალი სხვანაირი იქნება, რაღაც ძალიან აბარა, ნახოთ აბა თუ გეტყვი სტაროთ, თქვა სავარაუდოდ რა შედეს აქ. აი ხო გეუბნებით, სხვათა შორის ვიღაცა მართლა მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორც იცით, რომ მე მინდა დავბრუნდე და დავასრულო ეს ჩემი მოღვაწეობა საზღვარგარეთ. კი, კარგია ფული, კი, კარგია ყველაფერი, მაგრამ მე აღარ შემიძლია, მე დავიღალე და უკვე აღარ მინდა არაფერი და გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომ კი, სხვათა შორის საბუთს ვინც ელოდება, აი ესეც არის ეს მომენტი, რომ უკვე თითქოს იცით როგორი თემა, გადაიღალეთ რა. მოდით ისე როგორ ვთქვათ, ახლა ყველასთვის რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია არ იქნება იმათთვის, ვინც ახლა ნამდვილად ელოდებოდა საბუთს, შეიძლება ან იმედი ქონდათ ან რაღაც, აქ მე ვხედავ როგორ ენერგიას, როცა ადამიანი თითქოს აი რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ მორჩა, მე მინდა შევცვალო ჩემი ცხოვრება, მე მინდა უკვე ის დავასრულო, რაც მე უკვე არ მახარებს, იმიტომ რომ შეიძლება დიდხანს ფიქრობდეთ და ეს კიდე შეეხება ისეთ ვის, აი ვინც მართლა დიდი ხანია უკვე, ის კი არა ახალი ჩასული ხარ, აი უკვე წლები ვინც იქ არის და შეიძლება ფიქრობს, რომ მე უკვე всё აღარ შემიძლია, მე უნდა დავასრულო და მე უნდა დავბრუნდე. აი თქვენთვის ნამდვილად არის აი ეგ გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ და უკვე იტყვით, რომ всё მე უნდა დავბრუნდე, ანუ გადაწყვეტილება მივიღე. აი ესეთი არის იმათთვის, ვინც დაუშვათ ახლა ნამდვილად დაბრუნებას ფიქრობს. კიდე აქ არის სიტუაცია, როცა ამ დღეებში შეიძლება იტყვით, რომ აღარ მინდა აღარც მუშაობა, აღარც არაფერი, იმიტომ რომ ნამდვილად მინდა რომ აი კიდე მაგის ენერგია არის რა, ხო, ნამდვილად აი მინდა შევისვენო, მინდა დავისვენო, მინდა ჩემს თავს მიუზნა ეს დრო, აი არაფერზე აღარ ვიფიქრო, აღარაფერზე აღარც თქვათ ახლა დავხარჯო დრო არც სამსახურზე, არაფერზე, უბრალოდ შეიძლება აი როგორ იცით რომ დავწვი თქვათ ტელევიზორის წინ და ვუყურებ თქვათ ვალენტინა ბარბაკაძეს პოზიტიურ გაშლებს. ზოგს შეიძლება ეგეც მოგივათ, ხუმრობ, რა თქმა უნდა, შეიძლება სასიამოვნო ფილმებს, სასიამოვნო გადაცემებს და ანუ არაფერი ეს დრო მინდა მიუზღვა ჩემთვის.
არანაირად არაფერი არ მინდა. სხვათა შორის ვინც იყავით ავად, აქ შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად გამოჯამრთელდებით, უკვე ეს ყველაფერი რაც გაწუხებდეთ წავა და თქვენ ნამდვილად აქ გადაწყვეტილებას უკვე აი კარგად იქნებით რა, ნამდვილად შეიძლება კარგ წამლებს მიიღებთ და ასე შემდეგ და კარგად იქნებით, იმიტომ რომ ბევრი ვირუსები დადეს ახლა და ნამდვილად აი აქ უკვე შემიძლია თქვა, რომ კარგად იქნებით. ნამდვილად. შემდეგი ვნახოთ, შემდეგი, აჰა. ნუ თქვენ გვერდხების აქ რაღაც სულ ისეთი ისე მოდის გვერდხების პრინცესა იყო, ხო, ახლა გვერდხების დედოფალი არის რა. ანუ ენერგიით იქნებით სავსე. ეს უეჭველი ენერგია გემატებათ, ნამდვილად, ანუ ალბათ ჩემი მოსწავლები და კავდებიან სწავლით, ხო? და უფრო მეტ დროს დაუთმობენ იმას, რომ თქვათ, კიდე ვისწავლოთ, იმიტომ რომ ახლა პრინციპში გვერდხების დედოფალი არის ყურუმის ენერგიაში, ამიტომ შემიძლია თქვა, რომ ნამდვილად, ენერგია გექნებათ, კიდე, აბა რა. სხვათა შორის თქვენ ახლა იმდენად იქნებით ენერგიის შევსებული, რომ შეიძლება ზოგი თქვათ, სადმე გადაწყვეტილებას მიიღებს წასვლაზე, თქვათ, უცბად მოულოდნელად მოგივათ რაღაცა აზრი, რომ ხომ არ წავსულ ვიყავი სადმე, თქვათ, ხო? და კი, ნამდვილად, შეიძლება არ გინდოდათ დაუშვათ, მაგრამ ან მეგობრებთან წავხვალთ დაუშვათ, კაი დროს გაატარებთ, შეიძლება თქვათ, აი მოტყუებით ვიღაცას გამოგიყვანებენ ყველა ვარიანტში სადღაც საზეიმოდ რა. შეიძლება იტყვით, რომ აი მე დავიღალე, არ მინდა მეზარება, იქ რაღაცზე წავალ, მაგრამ მაინც აი ეს იქნება რა, რომ თქვათ, აი დროს კი გაატარებთ რა, სტუმრებს ელოდეთ ყველა ვარიანტში, ნამდვილად ამ დღეებში და ძალიან გახარებულიც იქნებით და კიდე ახლა რა, ანუ აქ კიდე ვაჩვენებენ, თქვენ თუ დაუშვათ სხვათა შორის რაღაცა ინფორმაცია მოგივათ თქვენ, ახლა ვეგეტყვით რაზე. ისეთ როგორ არის, აი აქ თითქოს თქვენ განთავისუფლდებით რისგან, იცით? იმ ფიქრებიდან თქვათ, თქვენს აი დაუშვათ თუ რამე გქონდა თქვენს პარტნიორზე, თქვენს ქმარზეც არ გამოვრიცხავ აქ, იმიტომ რომ აქ მიდის მეფე და მეფე რა არის, იმპერატორი და იმპერატრიცა არიან ერთად და აქ თქვენ რაღაცას იცით, თუ გქონდათ მერყეობა, თქვათ, დაუშვათ თქვენს პარტნიორზე, ხო? თუ დაუშვათ თქვენ გქონდათ რამე თქვათ იმედგაცრუება, ხო? აი აქ თქვენ იღებთ, ანუ თითქოს შეიცვლებით რა, დაფიქრდებით და იტყვით, რომ მაინც მიყვარს რა და რაღაცზე ვნერვიულობ, რაღაცზე ვეჭვიანობ, მაინც ეს არის ჩემი ადამიანი და ანუ ეს მერყეობა და ეს გულის ტკენა წავა და იმიტომ რომ ნუ მივხვდებით თქვენ რომ სულ აქ რაღაცას ნერვიულობდით. კი ბატონო, დაასრულებთ რა ამას, დაასრულებთ ნამდვილად ამ ნერვიულობას და წახვალთ, ანუ წინსვლა იქნება. თუ დაუშვათ რამე ისეთი მომენტი იქნება, რომ ფიქრობდით იმაზე, მინდა ეს ურთიერთობა, არ მინდა ეს ურთიერთობა, ანუ საერთოდ ახლა გავაგრძელო ეს ურთიერთობა, არ გავაგრძელო, აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ნამდვილად გააგრძელებთ ამ ურთიერთობას, იმიტომ რომ აქ შეიცვლება კიდე, შეიძლება უცბად თქვათ დაბრუნდეს ადამიანი, რომელზეც თქვენ გული გდგიოთ, შევფიქროთ, რომ გოსო მორჩა, ყველაფერი დასრულდა, არაფერი არ იქნება და კიდე შემიძლია გითხრათ, რომ აქ თუ თქვენ იყავით მარტო, აქ ვიღაცას აქ გაცნობა, ახალი ადამიანი შეიძლება შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში და ნამდვილად ახლა შეიძლება სრულიად მოულოდნელად სადღაც წახვალ და იქ გაიცნობთ, კი ბატონო და კიდე ვისაც დაუშვათ ჰქონდა ისე მომენტი, რომ თქვათ არც გათხოვება მინდა, არაფერი მე აღარ მინდა და საერთოდ რა შემჭირდება მე ეს ყველაფერი, ხო? აქ შეიძლება თქვენ მართლა დაფიქრდებით და იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება ისე მოიქცეს, რომ თქვენ მოგინდებათ, თქვათ ამ ადამიანთან სტაბილური სულმცირე ურთიერთობა კი. საჩუქრებსაც მიიღებთ ყველა ვარიანტში, რაღაც ძალიან სასიამოვნო, სრულიად მოულოდნელი, რომელსაც არც ელოდებოდეთ ნამდვილად, შემიძლია გითხრათ, რომ მიიღებთ. კი ბატონო,
დასრულდება სხვათა შორის აქ პერიოდი, როცა თქვენ გქონდათ რაღაც ცოტა გაუგებრობა რა. აი ეგეთი მომენტი არის რა. აქ როგორი სიტუაცია, იცით, როცა ადამიანი თქვათ, თუ დაუშვოთ გქონდათ თქვენ რამე დაბლოკილი, ხო? თემები თუ დაუშვოთ თქვენ გქონდათ ის მომენტები, რომ ურთიერთობასაც თუნდაც რო ეხებოდა, ხო? მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ დღეებში თქვენ გექნებათ ის მომენტი, რომ თქვათ, ეხლა მე ვიფიქრებთ, გაანალიზებთ სიტუაციას და პრინციპში საბოლოოდ თქვენ ირჩევთ თქვენს თავს. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ მე მინდა, აი როგორც მე მინდა, ისე უნდა ვიყო, იმიტომ რომ მე მინდა რომ დავასრულო, თქვათ, ის რაც მე არ მჭირდება და მე შევდივარ უკვე ახალ წელს, ახალი ენერგიებით, ახალი ფიქრებით, ახალი მომენტებით. თუ დაუშვათ, იქნება რაღაცა ცოტა ისეთი სიტუაციები დაუშვათ, არასასიამოვნო, თქვენ მაგასაც იცოდეთ, რომ გაუმკლავდებით. ბევრი ხართ, აქ ბევრი კიდე შეიძლება აიღო ინფორმაცია, მე არ მინდა რომ თქვენ ახლა რაღაცა თქვათ გამძიმოთ, მძიმე არ არის ნამდვილად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც არ უნდა იყოს, იცოდეთ, რომ ყველა ვარიანტში აქ პირველ რიგში კარგი პოზიცია ის არის, რომ თქვენ თქვენს თავს ირჩევთ. ანუ ეს რას ნიშნავს? მე ნერვებს აღარ მოვიშლი, მე აღარ მინდა უკვე დაუშვათ, რომ კიდე ის სხვანაირად უყურებთ ყველაფერს და ნამდვილად კარგად იქნებით შემოკარგება.